რუსთავიორის გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასული სიუჟეტის შემდეგ კულტურის სამინისტროში სპეციალისტები იშხანსა და ოშქში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ. აქვე სპეციალისტები იმ გადაწყვეტილებებს განიხილავენ, რომელიც პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის შემდეგ რაბატთან დაკავშირებით არის მიღებული. ნათია გუგსაძე ესწრებოდა შეხვედრას. ნათია, რა განცხადებები გიკეთება შეხვედრაზე? ეს თბილისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. კულტურის სამინისტროში გურამ მოდიშარიასთან შეკრებილი იყვნენ ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები და ისინი მსჯელობდნენ იმ ვითარებაზე, რომელიც არის შექმნილი მე-7 საუკუნის ქართულ კულტურულ ძეგლთან დაკავშირებით თურქეთში, სადაც მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც ძეგლს საკმაოდ კრიტიკულ ვითარებას უქმნის. გურამ მოდიშარიამ ამ თბილისის დასრულების შემდეგ ჩვენთან განაცხადა, რომ სრულდება სპეციალური დელეგაცია, ექსპედიცია, რომელიც გაემგზავრება თურქეთში ამ საკითხების განსახილველად, მანამდე კი ქართული მხარე აპირებს მოიწვიოს თურქეთის ელჩი, მას ესაუბროს და რაც მთავარია, ოფიციალური თბილისი მოითხოვს იმას, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ქართველი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე თურქეთში იშხანზე შეჩერდეს. Pentru ცნობილი გახდა გუშინის კადრები, გარდა ამისა, მანდ იყვნენ ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები, მათ მიერ გაგზავნილი ხალხი, რომ სურათები გადაიღეს, რა ხდება, რა სიტუაცია იშხანში დღეს, ანუ 5 აპრილს იქნა ეს სურათები გაგზავნილი. დღეს მოვიცვიეთ სააგენტოს მესვეურები, ხელმძღვანელები, ასევე სპეციალისტები და ჩვენ ზუსტად ამ თემას ვიხილავთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მტკივნეული თემა არის ეგ ჩვენთვის. ჩვენ გეგმავთ ახლა, რომ შევხვდებით თურქეთის ელჩს, გარდა ამისა გვექნება ერთი შეხვედრა, წერილს რომ იქნებ ჯერ შეაჩერონ მანდ ეს მშენებლობები. ძეგლის გაწმენდა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სარესტავრაციო საქმიანობაში. ამ დროს ხდება გამოვლენა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალების, რომელიც მერე საწინდარია წარმატებული პროექტის განხორციელებისა. ესეთი გაწმენდის დროს, როცა სპეციალისტი, არქიტექტორი, არქეოლოგი, მხატვარი არ ადგას, აუცილებლად უკვე ჩანს, რომ იქ არის მნიშვნელოვანი დანაკარგები გაშვებული, კვალები იშლება, რომელსაც უკვე თავის ადგილას ვეღარ დააბრუნებ. დღეს რო გვინდა რაღაც განცხადებები გავაკეთოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩავთოთ ამ საქმეში, მთელი ეს პროცედურები რაც აუცილებელია. კულტურის მინისტრმა განცხადება გააკეთა მცხეთასთან დაკავშირებითაც. გურამ მოდიშარია ფიქრობს, რომ მცხეთაში უნდა მოხდეს კონსერვაცია, იუსტიციის სახლის და სხვა მშენებლობების, რომლებიც მიმდინარეობს ისტორიულ უბანში. გურამ მოდიშარია ამბობს, რომ მათ უკვე მიმართეს იუსტიციის მინისტრს ამ რეკომენდაციით და მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება, თუ კი იუსტიციის მინისტრი მართლაც გაიზიარებს ამ წინადადებებს. მცხეთაში არის დაწყებული მშენებლობა იუსტიციის სახით, სადაც არის ლანდშაფტი ისეთი, რომ სპეციალისტების თქმითა და სპეციალისტების მოთხოვნით, არ შეიძლება მანდ რო იყოს რომ რომელიმე შენობა, რომელიც აფუჭებს იქაურობას, იერს უკარგავს და თლიანად მცხეთა ძეგლი, ან ესე იგი ჩვენი ძეგლების გაერთიანება და თავისთავად კოლეგები ვართ და თეატრ და მე ხშირად ხვდებით ერთმანეთს, ამას წინათ კიდე შევხვდით სპეციალისტებთან ერთად უკვე იუსტიციის სამინისტროში და გარდა ამისა ამ დღეებშიც გვექნება შეხვედრა. თეა ამბობს, რომ აი ლოგიკური მტკიცებულობების შემდეგ ჩვენ გადავწყვეტ, ესე იგი როგორ მოვიქცეთ. შესაძლოა დავაკონსერვოთ. როგორც უკვე გითხარით, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა გურამ მოდიშარიასთან, სადაც განიხილებოდა საკითხი, თუ რა პოზიცია უნდა ქონდეს ქართულ მხარეს იშხანთან დაკავშირებით. ამ შეხვედრაზე მიმდინარეობდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დააკომპლექტებს დელეგაციას, რომელიც გაემგზავრება თურქეთში და იზრუნებს იმაზე, რომ ქართული კულტურული ძეგლის აღდგენა მოხდეს ქართველი სპეციალისტების, რესტავრატორებისა და არქიტექტორების მონაწილეობით. ეს ნათია გუგსაძე იყო.